გარდაუვალია, რომ სკოლაში ფსიქოლოგი უნდა იყოს. როგორც ექიმია სკოლაში, იმიტომ რომ მე თუ დავიცი, მე მჭირდება რომ დამაკრას რაღაცა გადამიხვიოს ბინტით, ასევეა რომ მე თუ ემოციურად დავეცი, მე მჭირდება იქვე ფსიქოლოგი, რაც სამწუხაროდ დღეს არ არის ხელმისაწვდომი მოსწავლეებისთვის. ერთი ვარიანტი ეს არის, რომ სკოლაში ფსიქოლოგი არსებობს, მეორე არის რომ მოსწავლეებს ვასწავლით ფსიქოლოგიას, მოსწავლეებს ვასწავლით ემოციების აღმოჩენას, მოსწავლეებს ვასწავლით იმას, რომ მე რო ემოცია მაქვს და მე რომ ემოციას გამოვხატავ, ეს ჩვეულებრივი რამ არის. ბიჭსაც აქვს ემოცია, გოგონასაც აქვს ემოცია. ეს უნდა თქვათ მათთვის, ვინც შეიძლება ეწინააღმდეგება ამას და არგუმენტად მოაქვს ის, რომ იშველებს იმას, რომ იცით რა ხომ არის ეს სხვა საგანში განთესილი ხდება ამ საგანშიც, იმ საგანშიც. მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ რაღაც უფრო მეტზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. წალსახად, ეს არ არის საკმარისი, ეს არის ზღვაში წვეთი იმ თანამედროვე ბავშვისთვის და თანამედროვე მოზარდისთვის, რომელ თანამედროვე მოზარდზეც ვსაუბრობ. ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩემი მშობლებიც კი მეუბნებიან, რომ აი რაღაცებს ჩვენ ხო არ გვასწავლიდნენ და რა საჭიროა, რომ ეხა ბავშვებს ავუხსნათ. იმიტომ არ გასწავლიდნენ, რომ მაშინ საჭირო არ იყო. იმიტომ რომ აი ეს ბჭყალებში პროგრესის განმაპირობებელიც, მაგრამ მეორე სხვა ბჭყალებში ატომური იარაღი, რასაც ქვია ინტერნეტი ჯიბეში, მათ არ ედოთ. და მათ მშობლები როგორ გარემოსაც და კლიმატსაც უქმნიდნენ, ისეთში ცხოვრობდნენ, ხო? დღეს ბავშვებს მეტი დაცვა სჭირდებათ. აუცილებელია მათი ინფორმირება. მათი ინფორმირება საკუთარი ემოციების, საკუთარი კოგნიტური პროცესების შესახებ, ხო? ფსიქოლოგია ძალიან ფართო სფეროა, რომელში გარკვევაც ეხმარება მოზარდს. და კიდევ ერთი, ჩემმა ფსიქოთერაპიულმა პრაქტიკამ მაჩვენა ძალიან ცხადად, რომ ხშირად ფსიქოთერაპიულ სესიაზე მოდის პაციენტი, მაშინ როცა მას უბრალოდ წვდომა არ აქვს ფსიქოგანათლებაზე. როგორც კი მოდის და აი რაღაცებს ალაგებს თავისი, თვითონ ალაგებს თან, ხო, აქ ხო ჩვენ არა ვართ არაფრის რაღაცა ჯადოსნური ჯოხი ხო არა აქ თერაპევტს, თვითონ ერკვევა რაღაცებში და მიდის. იმიტომ რომ ის სიმპტომი, რომელიც მას აწუხებდა, ლაგდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ფსიქოლოგიაში გავარკვიოთ ბავშვები, რომ მათი ყოველდღიურობა გავხადოთ გაცილებით უფრო უსაფრთხო და უფრო, ასე ვთქვათ, ემოციურად დაბალანსებული.